ხელისუფლება ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ისევ აფერხებს. Ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემაც მიმართა. პოლიტიკური ჯგუფის ევროოპტიმისტების წევრი ითხოვს პასუხებს კითხვებზე, რომელ კონკრეტულ ქალაქებშია გახსნილი საკონსულოები, სადაც საარჩევნო უბნებმა უნდა იმუშაოს და რამდენი მოქალაქეა აღრიცხვაზე, ვინც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ემიგრანტებს ქართული ოცნების ხელისუფლება დაბრკოლებებს განგებს უქმნის, რადგან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების დიდი ნაწილის განწყობა ხელისუფლების საწინააღმდეგოა. დამატებითი საკონსულოების გახსნას ხელისუფლება რომ არ აპირებს, საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში ვიზიტისას რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურდა. პოლიტიკურ შეფასებებს პარლამენტიდან თამთა ჯანაძე გაგვაცნობს. დიახ, ქართული ოცნების ლიდერებისგან დღეს ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ ირონიული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ემიგრანტებს საკუთარ სადარბაზოებთან ვერაფრით ვერ გაუხსნიდნენ საარჩევნო უბნებს, თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან ის 50 საარჩევნო უბანი, რომელიც საზღვარგარეთ არის გახსნილი, რეალურ ჩართულობას ემიგრანტებისა საარჩევნო პროცესში ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების ინერტულობა ამ საკითხთან დაკავშირებით არის კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ემიგრანტებს არ ეძლევათ საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალება. და მეორე ოპოზიცია ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის ცნობილია ემიგრანტების დიდი ნაწილი არის საკმაოდ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი ელექტორატი და მათ არ სურთ ამ ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო რა საარჩევნო კამპანიას აწარმოებს იმისთვის, რომ კონკრეტულად ჩვენს ჩვენმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ და მათ ჰქონდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, სად, როდის და რა მიმართულებით უნდა დააფიქსირონ თავიანთი საარჩევნო ხმა და გამოიყენონ საკონსტიტუციო უფლება. მინისტრისგან მე პირადად ვერ მოვისმინე, რომ რომელ ქვეყნებთან აწარმოებს რეალურად ის მოლაპარაკება საგარეო საქმეთა სამინისტრო საარჩევნო უბნების გახსნის კონტექსტში და როგორია საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეალური ფართომასშტაბიანი კამპანია ჩვენი ემიგრანტებისთვის. ქართული ოცნება ყველაფერს უყურებს ვიწრო პარტიული ჭრილში და არ ესმის საკითხების მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი. ერთი დანაშაული არის, როცა საქართველოს მოქალაქე გარბის საქართველოსთან ქართული ოცნების პირობების გამო, რაც შექმნეს მაღალი ფასები, დაბალი ხელფასები, არასამუშაო ადგილები და მეორე ამ ხალხს არ ეძლევა შემდეგ უცხოეთში ცვლილებებში მიიღონ მონაწილეობა. ანუ ჯერ გააგდეს, მერე რო შეცვალონ აქ ხელისუფლება, ამის უფლება არ აქვს. ჩვენ მარტივ კითხვას ვუსვათ ქართულ ოცნებას, როგორ უნდა შეძლოს 1 მილიონზე მეტმა საქართველოს ემიგრანტმა 50 უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბანში მონაწილეობის მიღება. საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს გახსნილი საელჩოები, საკონსულოები და ვინც რეგისტრირებულია აქვს შესაძლებლობა და უფლება მივიდეს და მისცეს უბნები იხსნება საკონსულოებში, უბნები იხსნება საელჩოებში და რეგისტრირებული ადამიანი თუ არსებობს ამ საკონსულოებში, მათი ხმის მიცემის უფლება დღესაც უზრუნველყოფილი. სადაც გვაქვს წარმომადგენლობა და საელჩო, ყველგან იქნება გახსნილი შესაბამის საარჩევნო ყუთები. ეხლა ბოდიში თუ ვიღაცას პადიესთან ან სამსახურთან ვერ დაუდგით ყუთები, არ არის ამის არც ვალდებულება და არც ამის აუცილებლობა. როგორც სხვა ქვეყნები ატარებენ, ევროპული სახელმწიფოები ატარებენ, ხო, თავისი მიგრანტების ზუსტად ისე გავაკეთებ ჩვენ. ოპოზიცია მოითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან უფრო მეტად დაინტერესდნენ ემიგრანტების პრობლემებით, გახსნან დამატებით საარჩევნო უბნები, დამატებითი საკონსულოები და უზრუნველყონ ემიგრანტების კონსტიტუციური უფლების დაცვა.